სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. წმინდა მამათა სწავლებანი შეგონებანი ყველაზე დახვეწილი და ძნელი ომის შესახებ, რომელსაც აწარმოებს ეშმაკი ადამიანის მიმართ. უფალი არა მარტო ჩადენილი ცოდვების გამო განგჩის, არამედ გულის თქმების გამოც. სახარებაში წერია: ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად, მას მუნვე იმოუშა მისთან, გულსა შინათვისა. მათეს სახარება. ცუდი რამე რომც არ გააკეთო, ცუდი განზრახვის გამო, ღმერთი მაინც პასუხს მოგთხოვს. გარდა ამისა, ადამიანები ღმრთის წინაშე ფუჭი სიტყვების გამოც აგებენ პასუხს. არ შემიძლია არ ვთქვა ერთი ამბის შესახებ. ძალზედ გახშირდა ამ ბოლო დროს მრევლის შეკითხვები მასთან დაკავშირებით, რომ აპირებენ წასვლას სამსახურებრივ შეხვედრებზე. და ეს ძირითადად ხდება ქალაქგარეთ. ეგრეთ წოდებულ კორპორატიულ შეხვედრებზე. ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა და ამიტომ მინდა ამის შესახებ ორიოდე სიტყვა თქვა. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე მიდიან ხოლმე ქმრები ცოლების გარეშე და ცოლები ქმრების გარეშე. და გასაგებია, იქ არის სუფრა, სასმელი, ცეკვა და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ ადამიანი გულის თქმების წოდვაში არ ჩავარდეს გინდა კაცი და გინდა ქალი. მით უმეტეს, როდესაც იქ სასმელი არის და იმართება ცეკვები. ამდენად ასეთ შეკითხვას მოძღვართან საფუძველიც კი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ქრისტიანი ადამიანი უნდა მოერიდოს ამას. საერთოდ სასურველია, რომ ქალები ცალკე იკრიბებოდნენ, მამაკაცები ცალკე. თუ რა თქმა უნდა, ძალიან ახლობლები და ნათესავები არ არიან. რადგანაც ასეთ შემთხვევაში იქ დაცულია ის წესი და კანონი, რომ ქრისტიანთა ასეთ შეხვედრებზე დაცული იქნება ზნეობრივი თვალსაზრისით ყველაფერი. და მართლაც იქნება მეგობრული შეხვედრები, სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე საუბარი და ასე შემდეგ. ეს მისაღებია და ნორმალური, უნებრივი. მაგრამ იქ, სადაც ახლა გესმის შენ, რომ მიდიხარ უცხო გარემოში, თუნდაც ახლა 1 წელი და 2 წელი მუშაობდეთ ერთად ან მეტი, მაინც უცხო ადამიანია ის შენთვის, თუმეტეს ქალისთვის კაცი და კაცისთვის ქალი. და როცა ასეთ შემთხვევაში გონებას სასმელი მოეკიდება და მით უმეტეს ამასთან როკვა ახლავსთან, როგორ შეიძლება აქ გულის თქმაში არ ჩავარდე. ამიტომ უნდა მოვერიდოთ, რა თქმა უნდა მოვერიდოთ. და საერთოდ ასეთ შეკრებებს, გინდა ეს კორპორატიული არ იყოს, ყველგან უნდა მოერიდოს ქრისტიანი ადამიანი. ადამიანი ცუდი აზრების გამო დაისჯება, ხოლო კარგი აზრებით ღმრთის წყალობას მოიხვეწს. თუ მას გაჭირვებული ადამიანი შეეცოდება და გული დასხდება, რომ ვერ ეხმარება, უფალი ამ კეთილ სურვილს საქმე ჩაუთვლის. ვისაც წირვა ლოცვაზე დასწრება სურს, მაგრამ ვერ ახერხებს რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, უფლის მიერ ეს სურვილიც საქმედ შეერაცხება. უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტ აზრებს კაცთა მოდგმის მტერი ეშმაკი ჩაგვაგონებს. თუ ადამიანი ამ აზრებს არ ახყვება, ღმრთისაგან საზღაურს მიიღებს.
აზრი, რომელსაც წინ სიმშვიდე და თავდაბლობა არ უძღვის, ღმრთისაგან არ მომდინარეობს. ნუ რა ვიცით სულს, ნუ იფიქრებ, თორემ თავადაც ცუდი გახდები. როცა სულს ფიქრობ ადამიანებზე, აი ესეთია, ესეთია, და სულ რაღაც სულს ეძებ ადამიანში, შენც ასეთივე გახდები შემდეგ. საჭიროა ღვაწლი და სიფხიზლე, რათა ფსალმუნების კითხვისას გონება, სული და სიტყვა ერთად იყოს, რათა კეთილ სურნელებას სიმყრალე არ შეერიოს. უფალ ზაქს უწმინდური აზრებით სავსე გული. კარგია თუ ჩვენ ეშმაკის მიერ ჩაგონებულ აზრებს უარყოფთ. ბოროტ სულს მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანზე აქვს ძლიერი ზეგავლენა, ხოლო ვინც ვნებისაგან განიწმინდა, მას შორიდან ებრძვის. ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სულიერად იცხოვრონ, მეტად დახვეწილი და ძნელი ომი აქვთ გადასატანი. ეს აზრების ომია. ცხოვრების ყოველი წუთი სულიერი ბრძოლა. შენ სულში ბოროტი აზრები თავიდანვე უნდა შეამჩნიო და უნდა მოიგერიო კიდეც. ადამიანს გული მუდამ რწმენით და თავდაბლობით უნდა ჰქონდეს გასხივოსნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ეშმაკის მზაკრობას ადვილად დაუჯერებს. შემდეგ რწმენად შეერყევა, ამას კი სხვა ბევრი ბოროტებაც მოხვება, რომლისგანაც თავს ძნელად თუ დააღწევ. ილოცე და გამხნევდი, გულიც გაიმაგრე. სთან დაკავშირებით მინდა რომ თქვა, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანი, რაიმე მორჩილებას ვერ ასრულებს. და შემდეგ რიდის გამო მოძღვართან ცდილობს შეალამაზოს ეს თავისი სისუსტე, ან სულაც მოიტყვილოს კიდევაც. ასეთი ადამიანი ნელ-ნელა მიეჩვევა ტყუილს. თან მოძღვრის წინაშე კი არა, ღმერთის წინაშე. და შემდეგ დატოვებს კიდევაც ეკლესიას. ამიტომ რაც არ უნდა ძნელი სათქმელი იყოს, რაიმეს რომ ვერ ასრულებ, უნდა თქვა. უნდა აიღო კურთხევა, რომ რაიმე ლოცვა დამატებით თქვა, რაიმე ღვაწლი იტვირთო, რომ ესა თუ ის მორჩილება შეასრულა. ნუ დაუშვებთ, რომ ლოცვის კითხვისას გონება სხვაგან ქროდეს. მშფოთვარე აზრები თავიდან მოიშორეთ და ისე ილოცეთ. შრომაა საჭირო, უფალსა ვევედროთ, რომ მისი შემწეობით აზრებს გაუმკლავდეთ. როცა ეკლესიაში ან სახლში ლოცულობ და გონება გეფანტება, ეშმაკის ხრიკებისაგან თავის დასაღწევად გაიხსენე, რაოდენ მარტივი და უბრალოა ჭეშმარიტება. შენს თავს უთხარი, მე მწამს იმისი, რასაც ვითხოვ. ღმერთს უბრალო გულით შეევედრე და შენი ჩემი მტრის მზაკრობა, სისაძაღლეები, გმობის აზრები და ფუჭი ოცნებები სულაც არ მჭირდება. არსებობს ორი აზრი, რომელსაც მუდმივად უნდა უფრთხოდე. ერთი გეუბნება, რომ წმინდანი ხარ, მეორე ჩაგძახის, რომ ვერ ცხონდები. ეს ორივე აზრი ეშმაკისაგანაა. არც ერთში ჭეშმარიტება არ არის. აზრების გარეშე ვერ იცხოვრ. როგორც რთების ქვეშ გამთბარი კვერცხიდან ცოცხალი არსება იჩეკება, ასევე სულიერი მოძღვრისაგან დაფარული აზრები საქმედ იქცევა. შენს თავში, შენს სოდვებში ქექვას ძალიანაც ნუ დაიწყებ. შეიძლება საღვთო საქმეები დაგავიწყდეს და ეშმაკმა თავგზა აგიბნიოს. სახარებაში წერია, რომ საკუთარი თავი უნდა უარყოთ. შენს თავს ზედმეტად ნუ ელოლიავები, სხვა ნუ დაგავიწყდება. აზრები იესოს ლოცვით განდევნე. როცა თავს მოგაბეზრებს, შენ შეეცადე, რომ იესოს ლოცვებით განაგდო შენგან ცუდი აზრები.
ცუდი აზრები თავიდან ამოიგდე. ეშმაკს, როგორც სულს, მარტივ არსებას შეუძლია უცბად მზაკრული გმობის აზრებით, მოუთმენლობით, გაღიზიანებით, გულის წყრომით დაგესლოს ადამიანის სული. ვნებები გაღვივებით, თავისი ცხოვრებით, ცოდვის ნაპერწკალის სულში ჯოჯოხეთულ ცეცხლად უქციოს. აუცილებელია, რომ სიმტკიცე გამოიჩინო, ძალა მოიკრიბო. სიცრუე, ბოღმა და ჯავრი თავიდანვე უკუაგდო. ამისათვის კი ყურადღება არ უნდა მოადუნო. შენ სულს თვალი უნდა ადევნო. ცუდი აზრებისაგან ბევრი ადამიანი იტანჯება. ამ აზრებით ეშმაკი ჩვენზე ზემოქმედებას ცდილობს. ისინი სამი სახისაა: რუშული, უწმინდური აზრები, აზრები, რომელიც ურწმუნოებისაკენ უბიძგებს ადამიანს და ყველაზე საშინელი გმობის აზრები, როცა ადამიანი ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ხატებს, წმინდა საიდუმლოებებს და ყოველგვარ სიწმინდეს გმობს. ცუდი აზრი ცოდვა იმ შემთხვევაში არ არის, თუ ადამიანი მას მოიძულებს და ზიზღით განაგდებს, მაგრამ თუ ხალისიანად მიიღებს, მაშინ სასიკვდილოდ შესწოდავს. ისიც ცოდავს, ვისაც ეს აზრები თავისი საკუთარი ჰგონია. ეს აზრები ეშმაკისგანაა და ჩვენ არ უნდა მიგვაჩნდეს ჩვენად. როცა ადამიანი გმობის აზრებს განაგდებს, იგი ამ აზრების გამო დამნაშავე კი აღარ არის, არამედ პირიქით ღმრთისაგან უფრო მეტ საზღაურს იხვეჭს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი თითქოს რაღაცით არის გართული. თავში ათასნაირი აზრებს უშვებს, მაგრამ შემდეგ გონს მოეგება და ამ ფიქრებს თავიდან იშორებს. ასე დროს მაინც უნდა მოვინანიოთ. უფალს შენდობა ვთხოვ და ისიც გვაპატიებს. სულიერ მოძღვარს ჩვენი აზრები უნდა გავანდოთ. თუმცა გმობის აზრების დაწვრილებით გადმოცემა საჭირო არ არის. თუ შეძორწუნდები ამ აზრებით, ეშმაკი უფრო მეც ჩაგინერგავს. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, შერცხვენილი გაგშორდება. ამგვარ აზრებთან ჭიდილი არ ღირს. ამ დროს უბრალოდ იესოს ლოცვა უნდა ვთქვათ. ეშმაკი ლოცვითა და მარხვით განიდევნება. ადამიანს გმობის აზრები განსაკუთრებით ლოცვის დროს და სხვა კეთილი საქმეების კეთებისას ეძალება. ვინც საკუთარი სული საცხოვნებლად არ ზრუნავს, მას ეს აზრებიც არ აწუხებს. ანუ ვის ხელშიც არის უკვე ჩავარდნილი ეშმაკისაგან უკვე შეპყრობილია ადამიანი, ასეთ ადამიანს ეშმაკი უკვე აღარ აწუხებს. ის მის ხელთ არის და როგორც უნდა ისე მართავს და ისე ატარებს. ხოლო როდესაც ადამიანი ცდილობს რომ დაუსხლტეს ეშმაკს, თუნდაც აი ამ ბრძოლით აზრებთან გონებრივ ბრძოლაშია ჩართული, მას რა თქმა უნდა ეს ბრძოლები უფრო და უფრო ექნება. მაგრამ როცა იმარჯვებ ამ აზრებზე, აი მაშინ ხარ შენ უკვე ჯილდოს ღირსი და უბრძოლად არაფერი არ მოიპოვება და მით უფრო ადამიანს თუ სულის გადარჩენა და ცხონება ბრძოლის გარეშე ეს არ ხდება. წმინდა ნიფონტი ურწმუნო აზრებს რამდენიმე წლის მანძილზე ებრძოდა. ამის გამო მან ღმრთისაგან გვირგვინი მიიღო. თუ გმობის აზრები გაწუხებს, სულიერ მოძღვარს უნდა მიმართო. აი არის ესეთი გონებრივი აზრები, საქმით არ ჩადიხარ, მაგრამ სულ გაწუხებს, გებრძვის ეს აზრები. აი მარტო ამის სათქმელად რომ მიხვიდე მოძღვართან, რომ აი გონებრივი ასეთი ცოდვები გაწუხებს. ესეც აუცილებელია. და დაინახავ, რომ რაც უფრო ხშირად ინანია გონებრივ ცოდვებს, მით უფრო და უფრო მეტად ძალა ეკარგება ასეთ მოძალებას ეშმაკისაგან გონებრივი ცოდვებისა. აი ასე ეძახიან აზრთა გამხელა. განსაკუთრებით ეს მონასტრებშია, მაგრამ აქ ერშიდაც შეიძლება თითქმის სულ ერთად ვარ ჩვენ და შეიძლება 2-3 წუთით ახსარება ისეთი არ კონდეს მრავალსიტყვიანი სათქმელი, მაგრამ მიხვიდე მოძღვართან და უთხრა, რომ აი გონებაში ეს ცოდვები მაწუხებს.
ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც აი 1 წუთით, 2 წუთით აზრთა განდობა ქვია ამას და მხილება გონებრივი წოდებისა. როცა ბოროტი აზრები და სურვილები მძლავრობს შენზე და სულიერი ძალები გისუსტდება, დაფიქრდი, შენ ხომ არ ხარ ამაში დამნაშავე. შენ ხომ არ შეუწყე ხელი საკუთარ უზდურებას, ხომ არ შეასუსტე ლოცვა და ღმერთზე ფიქრი. ამ ქმედითი საშუალებებით შეეცადე დაამარცხო ცოდვა, დაიბრუნო ღვთის შიში და ღვთის მაამებლობის სიტკბო. თუ შენი აზრები სიმშვიდეს გირღვევს, თავდაბლობით მოითმინე. თუ შენს გულს სხვადასხვა ვნების, მრუშობის, სიბილწის, მზაკრობის, გმობის, შურის, სიძუნწის, ნაყროვანების, ანგარების აზრები შეეხება, მაშინ უთხარი საკუთარ თავს, ტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ეს ეშმაკის მანქანებაა, აზრებიც უმალვე გაქრება. აი ასეთია შეგონებანი წმინდა მამების გონებრივ წოდებებთან დაკავშირებით და შევეცადოთ, რაც მოვისმინოთ, ის ჩვენს გონებაში დავნერგოთ, ჩვენს ცხოვრების წესად. ერთმა დაგლოცოთ და გაგვიყვანოთ.